2008 წელს იაროსლავში 4 არასრულწლოვანი ცხედარი იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ისინი უსასტიკესი მეთოდით იყვნენ მოკლუნი. ერთ-ერთ არასრულწლოვან გოგონას 666-ჯერ ჰქონდა დანიჭრილობა მიყენებული. გაირკვა, რომ იაროსლაველ სატანისტებს მანამდე ჰქონდათ ნეკროფილიისა და კანიბალიზმის პრაქტიკა. ნიკოლაი ოგოლიობიაკს, ზედმეტსახელად გრაფი, რომელიც ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, 2010 წელს სასამართლომ 20 წლის პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მან სასჯელის მხოლოდ ნახევარი მოიხადა. 2023 წელს ის არც მეტი არც ნაკლები უკრაინაში აღმოჩნდა. რუსულ არმიაში პატიმრებით დაკომპლექტებულ დანაყოფში Storm Z, სადაც მან 6 თვის განმავლობაში იმსახურა. შემდგომში დაიჭრა, პუტინმა ის შეიწყალა და ახლა მშვიდად საკუთარ მშობლებთან ცხოვრობს. 2024 წლის 27 მარტს რუსეთის პატრიარქის ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ ომი უკრაინაში წმინდა ომად შერაცხა. ხოლო რუსული მედია და ასევე მისი ქართული სატელიტები აქტიურად ცდილობენ უკრაინა ქრისტიანობის მოღალატედ და მართლმადიდებლური ეკლესიის დევნილად გამოიყვანონ. თუ კი ადრე წმინდა ომის გმირებად ბოლდუინი, რიჩარდ ლომგული ან თუნდაც დავით აღმაშენებელი წარმოგვედგინა, რუსეთში ისინი სატანისტებმა, ნეკროფილებმა და კანიბალებმა ჩაანაცვლეს. თუმცა ეს გასაკვირი არ არის. 2018 წელს პუტინი თავად საუბრობდა კომუნიზმისა და ქრისტიანობის მსგავსებაზე, ხოლო მაუზოლეუმში მყოფ ლენინს მართლმადიდებელ წმინდანთა ნეშტებს ადარებდა. ქვეყანაში, სადაც ღმერთთან მებრძოლი ლენინი წმინდანია, იქ პირდაპირი გაგებით სატანისტის ჯვაროსნობაც არ უნდა გაგუკვირდეს. ადამიანების რელიგიური სენტიმენტების ბოროტად გამოყენება, რომ რუსული პროპაგანდის ნაწილია, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველოში ხელისუფლება აქტიურად ცდილობს მოქალაქეთა გულწრფელი პროტესტის რელიგიური ნიშნით გაშავებას. პროპაგანდა მათ ანტიქრისტიანებად და მართლმადიდებლობასთან მებრძოლებად რაცხავს, ხოლო იმ თეოლოგებსა და სასულიერო პირებს აშავებენ, რომლებიც ხმამაღლა ეწინააღმდეგებიან მოქალაქეებზე ძალადობას. ამის ნათელი მაგალითია არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე განხორციელებული ზეწოლა. თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ვინ ახორციელებს ამ პროპაგანდას და როგორია მათი რეალური სახე.